მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მე გახლავართ ნაზი საჯველაძე და ჩემი რუბრიკა გახლავთ საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა. დღეს მე მყავს შესანიშნავი სტუმრები, ქართულ-ნორვეგიული ოჯახი. ბატონი თამარ ლომიძე, პოეტი, მხატვარი და მისი შესანიშნავი მეუღლე, ხელოვნებად მცოდნე, მე ასე ვიტყვი, მომღერალი, ბატონი სვენ ვოგე და მათი შვილი ლუკა ვოგე ლომიძე. მე თქვენთან მექნება ტრადიციული შეკითხვა, ბატონო თამარ, თქვენ ვინ ბრძანდებით? როდის დაიწყეთ ლექსების წერა, ხატვა, როდის ზიარეთ ამ დიდებულ პოეზიას და თქვენი განათლება მაინტერესებს და შემდგომში თქვენი ნორვეგიაში წაბრძანება და იქ სწავლის პერიოდი თუ რა იყო ეს კარგად უნდა გამარკვიოთ ამ სიტუაციაში და მოუყვეთ ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს თქვენ შესახებ საერთოდ და მე თუ შემეკითხებით არა მე ვარ თქვენით ძალიან მოხიბლული თქვენ ისეთ საქმეებს აკეთებთ თქვენ და თქვენი მეუღლე რომ ეს არის მაგალითი როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და სხვა ერის ქვეყანა თქვენ კი პირიქით ბატონო სვენ რომ თქვენ გიყვართ თქვენი ქვეყანა ძალიან და შემდეგ კი შეიყვარეთ საქართველო როგორც მე მგონი როგორც თქვენი ქვეყანა აი ესე გიყვართ ეს ქვეყანა ბრძანეთ გალბატონო თამარ თქვენ თავისუფალი ხართ ყველაფერი გვიამბეთ თქვენ შესახებ გთხოვთ დიდი მადლობა მოწვევისთვის მივესალმები პატრიოტულ საზოგადოებას და ვლოცავ ყველას გაზაფხულის მობრძანებას. ჩემ შესახებ რა უნდა ვთქვა, იცი? როგორ არა? მე ვთვლი რომ უფრო ვარ პოეტებში მხატვარი და მხატვრებში პოეტი, იმიტომ რომ ბოლომდე რეალიზებული რამდენად ვარ პოეზიაში ან მხატვრობაში ეს კიდე კითხვის ნიშნის ქვეშ არის ასე მგონია ძალიან და ზედმეტად კრიტიკული ვარ საკუთარი შემოქმედების მიმართ და რომ კითხონ ხა რომელი იყო თქვენი პირველი ლექსი ან პირველი ნახატი მე იმას არც ლექსს ვეძახი და არც ნახატს პრინციპში ჩემთვის პირველი ლექსი უფრო ის არის, სადაც მართლა ამოვთქვი, რაღაცა სათქმელი ვთქვი. ჩემთვის პირველი ნახატით ის არის, რომელშიც რაღაცა ისე ვთქვი, რომ 100 თვისია ჩემი სული დააკმაყოფილა იმ პირველმა ნახატმა და ისე ბევრი შეიძლება ხატო და წერო, მაგრამ იყოს არაფერი, ხო? და ბავშვობიდან წერდი ლექსებს. თქვენ სპეციალობით ფილოლოგი ხართ, ხო? ფილოლოგი ვარ, მე არა მაქვს ახლა აკადემია დამთავრებული და ანუ აკადემიური განათლება მხატვრობაში არ მაქვს. აი სწორედ ეს გვიამბეთ როგორია? ხო, ფილოლოგიური მაქვს დამთავრებული, საკმაოდ რთული განხრით, ძველი ქართული ლიტერატურა იყო, მაშინ იყო ხა შეცვლილია ყველაფერი, საკმაოდ რთული იყო ძველი ქართული ლიტერატურული განხრით სწავლა საერთოდ, იმიტომ რომ იყო ურთულესი საგნები, იყო ძალიან მომთხოვნი პედაგოგები, ლექტორები და რატომღაც მე ყოველთვის სირთულეები მიზიდავდა ცხოვრებაში თუ რა იყო, თუმცა ძალიან მაინტერესებდა ძველი ქართული ლიტერატურა. ბავშვობიდან ლიტერატურა მიყვარდა, ბებიამ შემაყვარა ძალიან ნაკითხი ქალი იყო, ხა სოფელში ცხოვრობდა მართალია, მაგრამ უყვარდა ბუნება, კითხვა და პოეზია შემაყვარა განსაკუთრებით, მახსოვს მატარებლით წავედ ბორჯომამდე, თბილისიდან ბორჯომამდე, ნუ სულ ლექსებს ვამბობდი თურმე, არ გამჩერებულ ვარ. ხო და ამ ყველაფერს ჩემი და რო უყურებ და მე რომ ასე მაქებდნენ, მარიდებდნენ ამ ლექსებს ვამბობდი რა თქმა ის თუნდაც იმახსოვრებდა ჩუმად და მე დადგა და ერთხელ იმანაც ჩამოარაკრაკა და ყველა გაოგნებული უყურებდა ეგ უნდა თუ იმას არ უყვარდა პოეზიას. დიახ.
და ესეთი რა ვიცი ბავშვობა მქონდა ძალიან ესეთი საინტერესო ნამდვილად. ბებიასთან ურთიერთობამ ბევრი რამ მომცა ძალიან და დღემდე ძალიან მიყვარს მოხუცები. განსაკუთრებულად მიყვარს მოხუცები. და ბუნება მიყვარს ძალიან, ბავშვობიდან ბუნება მიყვარდა. არ ხატავდი, ჩვეულებრივად ხატავდი ბავშვობაში, საერთოდ ხატვის ინტერესი მაინც და მაინც ახლა რო თქვა განსაკუთრებულად მქონდა მეთქი, იმდენად არ იყო. ყოველთვის მიყვარდა კარგი მხატვარი. და როდესაც ფილოლოგიაზე ჩავაბარე, მაშინ დავიწყე ხატვა. უბრალოდ მეორადი იყო ჩვენთან უნივერსიტეტში და იქ ჩავაბარე. ნუ ეხა რა ვიცი იქ ერთი ნატურა ყავდა, იმას ხატავდით, ნატურმორ დაგვიდებდნენ, იმას ხატავდით. თეორიული განათლება ასეთი რა ვთქვა, ეხა იქ არ იყო მაშინ აი ამ დონეზე. მაგრამ ნუ მე მაინც მაყოფილი ვარ, რომ შეხება მქონდა ფუნჩთან, საღებავთან იმ მომენტში, იმ პერიოდში. თუმცა ფილოლოგიაზე უფრო აქტიურად ვსწავლობდი, წითელ დიპლომზე დავამთავრე. ბატონ გრივერი იყო ჩემი პედაგოგი. მე საკმაოდ სერიოზულ თემაზე მომიწია მუშაობა. ეს იყო მაინტერესებდა ლიტერატურის და მხატვრობის შედარება ერთმანეთთან, უბრალოდ ჰაგიოგრაფიაზე, რაზე გავლენა ჰაგიოგრაფიამ რაზე გავლენა მოახდინა მხატვარზე ფრესკების ხატვის დროს და აი ასეთ თემებზე მუშაობდი ძირითადად ილუსტრაციებზე, ვეფხისტყაოსნის და წმინდანინოს ცხოვრების სიუჟეტები მაინტერესებდა. ცოტა ბოდბეში, საერთოდ დავით გარეჯელის ცხოვრების სიუჟეტები, დავით გარეჯეში და აი ასეთი თემები მქონდა ძირითადად ცვლაღებული, საერთოდ დაუმუშავებელი და ძალიან მიყვარდა საერთოდ აი ეს ფრაზა ლესინგის ლაოკონს კითხულობდი ხოლმე ხშირად და იქეთ დამთვალებული ქონდა რომ პოეზია არის მუნჯი მხატვრობა არის მეტყველი პოეზია. ეს იყო ჩემთვის ისეთი აღმოჩენა, რომ მართლა ეგრე არის. დღემდე ესე მგონია, რომ პოეზიაში უნდა ხატო, და მხატვრობაში უნდა წერო. რა ვიცი, ერთმანეთისგან ვერ ძალიან რთულია ორივეს თანაბრად ემსახურო. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ორივე მოითხოვს სერიოზულ ძალისხმევას. იმიტომ მეტად ხალიდან რომელსაც ოჯახი ყავს, ხო, და ბავშვები ყავს, გინდა რომ კარგი შვილები გაზარდო, ყველაფერი დააკეთო ოჯახში სრულყოფილად და კიდე სრულყოფილად წერო და ხატო სადვილი არა. რა თქმა უნდა. და რა ვიცი, ამიტომ მაინც არასოდეს არ ვარ ყოფილი ჩემი გაკეთებული და არ ვაწუხებ. კრიტიკული ხართ ძალიან. ძალიან აბსოლუტურად ვაწუხებ. არავის არ ვაწუხებ ამ მხრივ, რომ არ იქა ჩემი შემოქმედება ვიღაცას მოიწყვიან თვალებში მივაფარო და არ ვარ ნამდვილად ეგეთი და რა ვიცი, ჩემს სიამოვნებას კიდევ მაყოფილებ ჩემი საქმიანობით. მე ვარ თქვენს ორსაღამოზე ერთი გახდათ ტელეკომპანია ერთსულოვნებაში თქვენი გააკეთეთ ძალიან ლამაზი საღამო, თქვენი პოეზია გამოიტანეთ და თქვენმა მეუღლემ ბატონმა სვენმა და თქვენმა ვაჟიშვილმა შესანიშნავი სიმღერები იმღერეს ქართული, ჩვენი ქართული ხალხური სიმღერები და წერალთა კავშირში თქვენ გქონდათ შესანიშნავი კარგი საღამო, მე ამას დავესწარი და ამის მოწმე ვარ. აი ასე რომ ვიცით, ცოტა თამამათაც უნდა ისაუბრო, თქვენ გააქვთ რაღაც განვლილი თქვენი ცხოვრება, ძალიან საინტერესო და ძალიან მოგზალებული ბრძანდებით. მინდა გითხრათ და რამდენი წიგნი გაქვთ გამოშვება? საერთოდ რამდენი წიგნი გამოეცით? 4 წიგნი გამოვეცი და ასევე კალენდარი გამოვეცი. ეს იყო ძალიან მინდოდა 12 თვე. აი ეს ძალიან საინტერესო, მე ეს ვიცი. ხასიათით, ქალის ტორსით გადმომეცა.
და ძალიან საინტერესო იყო ამ თემაზე მუშაობა. დიახ. სხვადასხვა დიდი წარმატებაც ხვდა, ძალიან მოეწონა საზოგადოებას. კი, მე ვიცი, დიახ. კარგად გაიყიდა კიდე. დიახ. რა ვიცი, ძალიან მიხაროდა, რომ ასე მიიღო საზოგადოებამ ძალიან კარგად ეს. ძალიან მოეწონა. უცხო იყო რაღაც. რა თქმა უნდა, ძალიან უცხო იყო. ახალი სიტყვა იყო ამ ხრივ. ვივალდის მუსიკების ფონზე მქონდა ეს გამოფენა, მაშინ წერლის სახში და თან ამავე დროს ჩემი წიგნის პრეზენტაციაც იყო, წარდგინება მე სხვაცას ვეძებ. და მე სასვეძებ, ხო, ესეთი. მე სხვაცას ვეძებ. მე სხვაცას ვეძებ, დიახ. და ამავე დროს ხა ცოტა ადრე თარგმნ ნორვეგიულიდან კარიუსი და ბაქტუსი საბავშვო მწერალი დურბიონ ეგნერის ძალიან მინდოდა ეს წიგნი გვეთარგმნა ქართულად, იმიტომ რომ საინტერესო წიგნია ბავშვებისთვის. ნორვეგიაში ყველაზე პოპულარული საბავშვო წიგნია კარიუსი და ბაქტუსი და ეს თარგმნე იყო სამებაში წარდგინება წიგნის ჩემი ზღვარი იყო ლირიკული კრებულის ბატონი დარიელ ხალხელაური იყო მაშინ რედაქტორი და ძალიან საინტერესო იყო მაშინაც ასევე სვენის დისკი იყო მლილე დიახ მაშინ რა ვიცი აი ეხლა თქვენ ბრძანეთ ნორვეგიული თარგმნე აი თქვენ ბრძანდებოდით სასწავლებლად ნორვეგიაში, ხო? აი ეს მაინტერესებს, ეს წლები მაინტერესებს. როგორ იყავით მივლინებული, როგორ სტაჟიორი თუ როგორ? ფილოლოგი ენის შესასწავლად ვიყავი და მე ჩემი ინტერესები უფრო გაღრმავდა უფრო გადავერთე ხელოვნებაში, მონკი მაინტერესებდა მონკის შემოქმედება, მე ედვარდ გუსტავი გელანდზე პროექტი მქონდა, ძალიან საინტერესო პროექტი იყო, შედარებითი პროექტი იყო, მათი გუსტავი გელანდის ქანდაკება და ჩვენი ქართული მონუმენტური ქანდაკება. ძალიან საინტერესო იყო ამ თემებზე მუშაობა, ეს იყო სტიპენდიები იყო გამოცხადებული და კონკურსი იყო სერიოზული და გავიმარჯვე ამ კონკურსში და ვეძებდი ჩემი როგორც მართლმადიდებლის მხრიდან ქრისტიანულ მოტივებს ვეძებდი ვიგელანდის შემოქმედებაში და ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის ამ თემაზე მუშაობა. იქ ვიგელანდის მუზეუმში საინტერესდნენ, იმიტომ რომ ჩემი ხედვა სხვანაირი იყო ამ მხრივ და მართლა ვიგელანდი ახლა ვიგელანდს არ აყო და უცხო ქვეყნებიდან თავიანთი თვალით შეხედვა, მაგრამ ჩემი როგორც მართლმადიდებლის თვალით დანახული ეს მართლა საინტერესო იყო რაღაცა. და ასევე მონკზეც მუშაობამ გამიტაცა კიდე ჰანსონის სიყვარულის მონები თარგმნე რა ვიცი ვიქტორია შევეჭიდე რაღაც სტილობდი ხო რომ მუშავა თავარია რომ იმ დაიცდილოს ადამიანმა რომ რაღაცა წინ წავიდეს და თავის საქმე გააკეთოს ეს ძალიან კარგია ძალიან კარგია ეხლა ინტერესები კი მქონდა ხა მაგრამ რა არის იცით არის რაღაცა რაშიც ბოლომდე გინდა რომ დაიხარჯო და საერთოდ ეგეთი ტიპი ვარ თუ რაღაცა მაინც და მაინც არ მსიამოვნებს უკვე მე მირჩევნია რომ დროზე დავანებო თავი სწორი გადაწყვეტილება მე მეცნიერებაში დავიწყე მუშაობა იქ სწორედ მხატვრობაზე და ლიტერატურაზე რომ იყო ჰაგიოგრაფიაზე და მონუმენტურ მხატვრობაზე, მაგრამ რომ შევატყევს არ იყო ჩემი საქმე მაინც იმდენად, თანაც არეულ ქვეყანაში სხვა სიტუაცია შეგვექმნა და რაღაც. ამიტომ მე იმასაც დავანებეთ. ეს რომელი წლებია, რომ თქვენ ბრძანდებით ნორვეგიაში? აფხაზეთის ომი რომ იყო, მაშინ წავედი მე ყველაზე რთული პერიოდი. მე როდესაც ჩამოვედი სამოქალაქო 1000 უბედური პერიოდი ხო რა საშინელება იყო. ყველაზე რთული. ბუნებრივია ხა როგორც ჩემი თაობის ყველა აი ამ ხელოვნების მუშაკში ხო ეს ყველაფერი მე შემეხო ხა რა თქმა უნდა ეს ყველა შეეხო და ამიტომ მით უმეტეს ახლა მე ჩემი პირადი პრობლემებიც მქონდა საოჯახი ამენგრა და რაღაც ამიტომ მე იძულებული ვიყავი მარტო ხელადე და
ვიყავი და ბავშვისთვის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. ამიტომ დავიწყე მასწავლებლად მუშაობაც მე ფრანგულ კოლეჯში მოწოდებით მასწავლებელი არასოდეს არ ყოფილვარ, მე არასოდეს არ ვქვილდი თავს მასწავლებლად, მაგრამ იმდენად მიყვარდა ბავშვები, საერთოდ მიყვარს ბავშვი და მგონია რომ ბავშვთან ურთიერთობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და მინდოდა ჩავხარჯულიყავი ამ ბავშვებთან და მართლა გამიმართლა ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა 3 კლასი იყო, ისეთი კლასები იყო, ერთმანეთს უკეთესი ბავშვები იყვნენ და ისე მეგობრობდი ამ ბავშვებს, დღემდე მეგობრობ, მათთან ძალიან ისეთი მეწერა მაქვს ხოლმე ყველაფერი ვიცი მეტნაკლებად და ძალიან საინტერესო იყო იმ ბავშვებთან ურთიერთობა, მათთან ძალიან ვუყვარდი და მქონდა ისეთი ენთუზიასტი მასწავლებელები იყავი, რომელსაც მქონდა ჩემი შემოქმედებითი რაღაცა წრეშევქმენი მერე შაბათობით საკუთარი მანქანი დამყავდა. ნივით დამყავდა ეს ბავშვები, ხან რა ვიცი, პანთეონში დაკავდათ. ტყეში, ბუნებაში, ხან ეკლესიებში, ხან მუზეუმებში. მე ვუკითხავდი უნარჩევ ლიტერატურას, ვახატინებდი, ეს იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მათი ფანტაზიის ფურცელზე დანახვა მინდოდა და როგორ ხატავდნენ და გენახათ, საოცარი და ნამუშევრები ჰქონდათ ხოლმე და საერთოდ ეს ძალიან ამართლებდა, ეს რაც წაუკითხავდი, ხო თუ არ მომისმენდა ხო ვერ დახატავდა და იქნებული იყო რომ მოესმინა და მე ხატავდნენ გადასარევად და რა ვიცი კარგი იყო რა გარკვეულწილად იმ წლებს მე დაკარგულად ნამდვილად არ ვთვლი, იმიტომ რომ ბავშვი თუმცა მე თვითონ ჩემ თავს ბევრი ამე დავაკელი განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ სამაგიეროდ იმ ბავშვებისთვის გავეცი მაქსიმალური და მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამით, რომ რაღაცა მაინც გავაკეთე. არა, რაღაცა კი არა, ძალიან ბევრიც გააკეთეთ, რომ იმ პერიოდში ბავშვები წაიყვანო, შენი მანქანი გააცნო, თუნდაც პანთეონი გნებავთ, დიდუბის პანთეონი გნებავთ თაწმინდის და წაიყვანოთ ბავშვები ქალაქ გარეთ, იქ ახატინოთ, იქ ბუნება დაანახოთ. ეს ძალიან დიდი საქმეა სხვათა შორის. ამას მაშინ არავინ ფული იყო, ხა ცელქია, ხა ქართველი ბავშვები თუმეტეს ხო იცით როგორ კი, მაგრამ ძალიან ცნობის მოყარეები არიან. ნიჭიერესი ბავშვები, ვაიმე ისეთი ნიჭიერი ბავშვები მყავდნენ, უმეტება შეძლება და ისეთ თემებზე გქონდა ხოლმე დისკუსია და მსჯელობა სერიოზულ სტუდენტებთან ვარ აქ ლექტორს. მე მართლა ძალიან ვამაყობ ჩემი ბავშვებით, იმიტომ რომ ყველა ვხედავ, რომ ძალიან კარგ გზაზე დადგა ყველა და რა ვიცი, მაყოფილი ვარ ძალიან კარგი, პირიქით ძალიან მისასალმებელია და თუ კი ჩვენ ახლა გვისმენს პედაგოგები, სწორედ ფილოლოგებზე მაქვს საუბარი, ხო? ეს მაგალითად უნდა აიღონ, რომ თუნდაც შეკრიბონ ბავშვების თანხებით, გაიყვანონ ბავშვები გარეთ, აი სწორედ ბუნებაში ხატონ რაღაც პოეზია წაუკითხონ, ან რომელიმე თუნდაც, მე მაგალითად ვსწავლობდი ბათუმში, ხო? ბათუმელებმა და მე ამით ვამაყობ, ჩვენს მასწავლებელს დავყავდით ციხის ძირში და იქ აკეთებდა გაკვეთილების ჩატარება ხდებოდა. და ეხლაც მახსენდება ეს ძალიან კარგად და არა აი ესე ზიან მოსწავლეები და ისმენენ პირიქით ბუნებაში და მაშინ ძალიან საინტერესოა. იქ არ გველების გამოფენა იყო, იქაც კი წავიყვანე მახსოვს და მე თვითონ მეშინოდა ამ გველების, აი მე რაღაც გასალამაზია ვიტახე და ბავშვები მე დამცინოდნენ, მას რაღაც გასალამაზია რა მას. აი ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ ნუ თბილად მაგონდება ფოტოებიც მახსოვს. ესეც საინტერესო ექსკურსია ქონიათ. ესეც ძალიან საინტერესო. რა შუაში ყო ჩვენ შემოქმედებთ საქმიანობასთან ლიტერატურასთან, მაგრამ აი მინდოდა ის ფერები ენახათ გველებთან. რა საოცარი ფერები. ბუნებრივი ფერები, ბუნებრივი. აი ახლა წარმოიდგინეთ ის ხო ბუნების შვილი, ახლა გველია მართალე და მე სურათით კი გადაუღიერთ ასე შემოხვეული ვარ. მოკლედ შოპლები მიგიჟდებოდნენ ხოლმე, მაგრამ ვაფნა თამგე ძალიან კმაყოფილები იყვნენ. მე აი თამგე მასწავლებელი უყვართ ბავშვებს და ესა.
კარგი იყო მოკლედ. ეხლა მე როდესაც გამიჩნდა, ვეღარ შევძელი ხარ კიდე სკოლაც რა თქმა უნდა. და მე რომ ჩავჯექი სახში, მიუბრუნდი ჩემს ფუნჯს და კალამს და აი უფრო მაშინ დავიწყე ლუკა რომ შემეძინა საკუთართან უფრო დავრჩი მეტნაკლებად და ყველაზე კარგი დედობა. რაც თქვენ შემდგომში ეს ყველაზე კარგია ის პერიოდი თქვენ შესანიშნავად განვლეთ, გააკეთეთ ძალიან ბევრზე კიდევ ბევრი. რაც თქვენ არ გევალებოდათ ის გააკეთეთ. თქვენ გევალებოდათ სკოლაში გესწავლებინათ თქვენი მოსწავლე. თქვენ ამას აკეთებდით და კიდევ აკეთებდით. ეს და ყველაზე კარგი რაც არის ეს არის დედობა და მივესალმები. მხოლოდ თქვენ ძალიან მიწყობთ ამაში რომ მე შემოქმედება ხალხური ყავი და დღემდე ეგრეა ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასე კარგად ესმის ჩემი საქმის იცის რომ მე თუ ღამე წამოვხტები და რაღაცას წერ არ არის ეს გასაკვირი იმიტომ რომ მუზა მაშინ მოდის რა თქმა უნდა მუზა მაშინ მოდის მაგალითად მელაპარაკება და არ უსმენ ხედავს რომ სადღაც სხვაგან ასე რომ მიეჩვია უკვე მართლა ლუკას არ მოსწონს მეუბნება რომ დაბნეული ხარ ძალიან მაგრამ ბატონო სვენ მიახა თქვენთან ამას როგორია ქართველი ქალის ფენომენი როგორი რთულია თუ ადვილია ანუ მასთან ურთიერთობა აი ეხლა ამბობს გალბატონი თამარი რომ ღამეო ვდგებიო იცისო ჩემი ხასიათიო და პირიქით მეხმარებაო ალბათ კარგი ფენომენი ვართ ქართველები ხო ძალიან კარგი თავს ვიქებ მაგრამ ეს რიგში ძალიან დიდი მადლობა მოსვლისათვის ძალიან სასიამოვნოა ეგრევე ჩემი გამოცდილებით დიახ ძალიან კარგია და ძალიან ეგრე თქვათ არანაირი პრობლემა თანაც არანაირი ასეთი გზნობა რომ თამრიკო ქართველია მე ნორვეგიელი ვარ ეს განსხვავება საერთოდ აქ არის საუბარი ადამიანთან შორის ურთიერთობა და ძალიან ბედნიერი ვარ და მე პირიქით ძალიან მადლობელი ვარ იმიტომ რომ მე ყოველთვის გრძნობ რომ თამარ ყოველთვის კარგად ესმის ჩემი და ჩემი სამყარო და ყველა დიახ ეს თქვენ გაქვთ მე ეხლა მინდა რომ თქვენ დავაგისვათ ასეთი კითხვა ისევ ტრადიციული ვიმბრძანდებით და რა საქმიანობდით ნორვეგიაში აი თქვენი სწავლის პერიოდი როგორ აირჩიეთ თქვენი სპეციალობა მე ვიცი რომ თქვენ ვიოლინოზე სწავლობდით ეს არის ჩემი სპეციალობა და მე ამეთ დღესაც ვამაყობ და ვარ ბედნიერი რომ სწორედ ჩემმა მშობლებმა შემიყვანეს მუსიკალურ სკოლაში და მე დავიწყე სწავლა ვიოლინოზე აი თქვენი სწავლის პერიოდი როგორი იყო იქ და შემდეგ თქვენ მოისმინეთ ჩაკრულო და შემდეგ მე ჩვენ გავუშვებთ ვიდეოს თუ რა იყო მიზეზი თქვენი საქართველოში ჩამობრძანების და ამაზე შემდეგ ვისაუბროთ ეხლა ბრძანეთ თქვენი ნორვეგიული ცხოვრება დიახ ბრძანეთ კი ვიოლინო ერთი იყო ეს ჩემი აი ბავშვობიდან მუსიკალური გამოცდილება მეორე ნაკლებად არ იყო ესე იგი სიმღერა და როგორც გუნდის წევრი დამომღერალი ბავშვობიდან ნორვეგიაში არსებობს ასეთი გუნდი პირდაპირ თარგმნელი გამოდის ვერცხლის ბიჭები ვერცხლის ბიჭები აი თითქმის როგორც საქართველოში არის მართვე. ოღონდ ეს გუნდი უფრო კლასიკური სფეროში მღერია. 19 წლიდან ამ გუნდის წევრი იყავით. და ნუ რაც ეხება მე სკოლა განათლება ნუ კი რა თქმა უნდა ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა მუსიკა და აი როგორც
აი მომღერალი, ნუ ეს ყველაფერი, მაგრამ ნაკლებად არის ხო ძალიან მაინტერესებდა ფიზიკა სხვადასხვა და ასტრონომია ბავშვობიდან. და იყო ასეთი მომენტი გადაწყვეტილება უნდა მიიღო რა მიმართულები უნდა წასულიყავით ხო უფრო ესე იგი ეს მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია თუ უფრო ჰუმანიურა და მუსიკა და ხო და ნუ ბოლო გადავწყვიტე რომ უფრო მუსიკა, მაგრამ მარტო მუსიკა კი არა, ესე იგი მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ოსლოს უნივერსიტეტში თან ისტორია და ეკონომია. და მე სპეციალობა უფრო მუსიკა. და ესე იგი როგორი ხო ჩემი თქვა შეხვედრა ან ნუ გაცნობა საქართველოსთან ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. ჩვენ ეხლა ვთხოვოთ გავუშვას პირველი ვიდეო. ვთხოვოთ გავუშვათ პირველი ვიდეო. 1977 წელი NASA ლეგენდარული მეცნიერი კარლ საგანი ამზადებს კოსმოსურ ხომალდს Voyager 2-ს შორეულ galaktikაში გასაგზავნად. ხომალდზე ასევე მოთავსდება ეგრეთ წოდებული ოქროს დისკი, რომელზეც დატანილი იქნება დედამიწაზე და მის მაცხოვრებლებზე ყველანაირი ინფორმაცია. ამავე დროს დისკზე განთავსდება რამოდენიმე მუსიკალური შედევრი სოფლიოს ყველა კუთხიდან. მეცნიერმა და მისმა მეუღლემ საბჭოთა კავშირში წერილი გაგზავნეს ერთი თხოვნით. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენგან საუკეთესო მუსიკალური შედევრი. მოსკოვიდან მათ მიიღეს პადმასკოვნიე ვეჩერა. ცოლ-ქმარს სიმღერა რა თქმა უნდა ძალიან მოეწონათ, მაგრამ შედევრად არ ჩათვალეს. მათ მაშინვე მიმართეს ლეგენდარულ ფოლკლორის ალან ლომაკს, რომელმაც სიმღერა გვერდზე გადადო და მის მიერ 1974 წელს ჩაწერილი ჩაკრულო შესთავაზა. სიმღერას ასრულებდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი დღეს ერისიონად წოდებული. სოლისტები ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი. ჩაკრულო ქართული და მსოფლიო ფოლკლორის შედევრი ქართველების ჩაურევლად მოხდა კოსმოსში და დღეს სადღაც შორეულ galaktikაში ჟღერს ეს საოცარი ქართული ჰანგები. გავაგზავნოთ ბატონო სვენ. თქვენ მოისმინეთ ჩაკრულო, სად მოისმინეთ? პირველად ეს მაინტერესებს და შემდეგ როგორი მოქმედა თქვენზე ამა და როგორ განეწყვეთ ამ სიმღერისადმი ბრძანეთ. მადლობთ. ნუ ერთი არის რომ ძალიან საინტერესოა რომ ზუსტად ჩაკრულო იყო. აი ჩვენ ახლა ვნახეთ რა ისტორია აქვს, ნუ ერთი არის თავისი ისტორია, მაგრამ ახლა სად მიდის ჩაკრულო. და მე მოისმენე ჩაკრულო ეს იყო მაღაზიაში სხვადასხვა. და რა მოხდა და რატომ? ესე იგი მე გადაწყვეტილება უნდა მივიღო, აი ჩემი დისერტაცია უნივერსიტეტში რა თემაზე უნდა იყოს, რა მიმართულება უნდა იყოს. რა თქმა უნდა. და ნუ მოკლედ მე გადავწყვეტე რომ მე მინდოდა აი ეს დისერტაცია უნდა იყოს რაღაცას ძალიან საინტერესო. ჩემთვის საინტერესო მინდოდა რომ იყოს რაღაც ახალი. შეიძლება ასეთი რაღაცას რომ არ იყო ცნობილი ყოველ შემთხვევაში ნორვეგიაში და მე მივხვდი მე ვნახე რომ ქართულ ხალხურ სიმღერაზე არაფერი არ იყო დაწერილი ნორვეგიულ ენაზე. დიახ, ინგლისურ ენაზე ცოტა იყო მაგდროს. და სწორად მაღაზიაში რომ მოვისმინე კი მე ცოტა ვიცოდი ქართულ ხალხურ სიმღერების შესახებ. გაგონილი ქონდათ ალბათ. კი, მაგრამ მე მართალი გითხრით ღრმად და ბევრი არა. და მოვისმინე და რაღაცა სწავლე მოხდა, იმიტომ რომ ეს სიმღერა ძალიან მოქმედებდა პირდაპირ ორივე თავში, twin-ში და სულში და გულში. ეს მართლა საოცრება იყო, იმიტომ რომ სულში და გულში ეს იყო რაღაც ძალიან რა ვიცი ღრმა ძალიან ასეთი მდიდარი ადამიანური რაღაცას ეს იყო რაღაც გზნობდი რაღაც საერთო ენა რომელიც არ არის დამოკიდებული ენა დრო ადამიანი თეთრი თუ არ შავი თუ არ ძალიან ასეთი უნივერსალური ასეთი გზნობა ქონდა
და მეორე იყო twin-ში, იმიტომ რომ ქართული სიმღერა ძალიან ასეთი კომპლექსურია, იმპროვიზაცია არის, პოლიფონია არის და მე ვიფიქრე, აუ ეს რა არის, რა ტიპის მუსიკა არის, ეს რა ხდება ამ მუსიკაში, მუზრაობაში, პოლიფონიაში. და ეს ჩემთვის იყო მართლა საოცრება და მე მივიდი პირდაპირ აი მაღაზიაში და ვკითხე, ეს რა მუსიკაა და მითხრეს, რომ ეს ქართული ხალხური სიმღერაა. და სწორად თუ მაგრამ ქართულად არ გეტყოდა ჯორჯია, ხო? ალბათ ესე გითხარ. არა ჯორჯია, კი ჯორჯია და იმას შეიძლება ეგონათ, თქვენ გეგონათ ამერიკაში რო ჩვენ? არა, უკვე ვიცი. არა, მართალი ბზანდებით მეც სულ თავიდან მეც ბევრი არ ვიცოდი საქართველოს. მაგრამ არა, გასაკვირი. რა თქმა უნდა. და ძალიან მომეწონა და ძალიან გამიხვედა და ეგრევე მივხვდი რომ აუ ეს შეიძლება იყოს ასეთი თემა. რომელიც ძალიან უხდება ჩემ დისერტაციას. და ძალიან უცხოც იყო თქვენი და ზუსტად ეგ მინდოდა. დიახ და არა ესეთი სტანდარტული თემა. ზუსტად და ვიფიქრე, აი და გავიგოთ ეს რა ტრადიცია უნდა წავედით ესე იგი საქართველოში ნახოთ თუ აი ასეთი დისერტაციას მე რაც მინდა რომ დავწერო თუ გამოვა მე ხო არაფერი არ ვიცოდი რა არსებობს ჩანაწერებები ესე იგი ამდენად შესაძლებელია წასვლა იქით-აქეთ რაიონებში დიახ ასე რომ ჩავედით ეს იყო 1996 წელს დიახ ორი კვირით ჩამობზანდით თბილისში და ნუ რა თქმა უნდა მაგ დროს ეს თან ყველაფერი ხოლმე ხდება ძალიან ბუნებრივად, იმით რომ თამარი მაგ დროს ხო ქონდა თავისი ინტერესი ნორვეგიული ენა, ლიტერატურა და მე ახლა რომ დამებადა ასეთი ინტერესი ქართული ხალხური სიმღერებზე და საქართველოზე. ორი პატარა ქვეყანა, ცოტა ხალხნი ვართ, ეგრეთ ვთქვათ და ესე იგი შევხვდეთ ერთმანეთს რა მე ჩვენ სხვათა შორის ყავდა და ყავს ერთი საერთო მეგობარი ნორვეგიელი რომელიც იყო ერთ-ერთი ჩემი და არის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე კაი მეგობარი და თვითონ მეუბნებოდა რომ მე ვიცნობ აი ასეთი ადამიანები და ესე იგი შევხვდეთ და თამარი თავიდან ძალიან დამეხმარა რა ესე იგი საქართველოში გაგაცნოთ ალბათ ჩამოგზავნით ხო და გაკავშირათ ხალხი ორგანიზაციებიას რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხო და ნუ ამ პირველი გზავრობის მერე უკვე ვიცოდი რომ ეს ძალიან კარგია ძალიან საინტერესოა და აუცილებლად უნდა რო ჩამობზანდით მოусმინეთ ბევრ ანსამბლებს დიახ აუცილებლად ესე იგი მე რომელი თავიდან და რომელი მე უკვე აღარ მახსოვს მაგრამ კი შევხვდეთ ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის შევხვდეთ ესე იგი ბატონი ამზური ანსამბლი რუსთავი ქართული ხმები ანსამბლი გეორგიკა მე ლაშარის ბიჭები და კიდე ბევრი იყო და მე გავაგზავნე უფრო ახლო ურთიერთობა ამ დისერტაციის პროცესისთვის, ესე იგი ანსამბლი ლაშარის თან ერთად და მათი ხელმძღვანელი გეორგი უშიკიშვილი. და გეორგი უშიკიშვილი იყო თავიდან ჩემი მასწავლებელი, იმიტომ რომ კი დაწერა სიმღერაზე კაია, მაგრამ როგორ შეიძლება მარტო რომ დავწერო და რო არის მიღერო. რა თქმა უნდა, ასე რომ და მე იქიდან გაგზავნა ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. ვიარეთ იქით-აქეთ მთელ საქართველოში ჩანაწერებები, ხო ტელევიზიის არქივიდან მომწეს უფლება რომ ჩავწეროთ რაღაც, იმიტომ რომ ბევრი მასალა მინდოდა, დიდი მასალა მინდოდა. დიახ. ხო, რომ მე რაღაც საინტერესო შეიძლება დავწეროთ, ესე იგი ამ თქვათ კომპოზიტური პრინციპები და იმპროვიზაციის შესახებ. ძალიან საინტერესო პროცესი იყო და მე ძალიან მადლობელი ვარ მართლა ყველა ერთი არის საქართველოს და ქართული ხალხს რომელიც ასეთი ღიად აი ეხლა დღეს ხო ხდება ევროპაში ყველა დაკეთავს თავისი კარებები აი ამ პრობლემები რო არის მაგრამ ყოველთვის საქართველოში პირიქით იყო გაიღო კარები მე თავისუფლად ჩავედით აქ და მით უმეტეს ეს ყველა გუნდები ყველა ადამიანები რომელიც ძალიან მეხმარებოდნენ მე საერთოდ ძალიან მადლობელი ვარ და
ასე რომ ნუ ეგ დაიწყო ესე იგი ჩემი ურთიერთობა საქართველოს. დიახ, ურთიერთობა თქვენი საქართველოსთან. თქვენ შემდეგ ისევ დაბრუნდით ნორვეგიაში, ალბათ დაასრულეთ თქვენი საკითხები იქა, დაიცავით თქვენი დისერტაცია და შემდეგ თქვენ გადაწყვეტეთ დაოჯახება, ხო? დაოჯახდით. ახლა ამის შესახებ უნდა მომიყვეთ, რომ თქვენ მოინათლეთ მართლმადიდებლურად და ჯვარიც დაიწერეთ. ვინ იყო თქვენი ნათლიები უნდა ვიცოდეთ, უნდა იცოდეს ეს თემა საქართველოს, ვინ იყო თქვენი ნათლიები და შემდგომ უკვე გავაგზავნოთ თქვენი აქ ჩვენი საქართველოში ყოფნის თქვენი ცხოვრება და მოღვაწეობა და რა საქმიანობთ და ასე შემდეგ. ძანეთ. მადლობთ. აი ესე იგი კი დავამთავრე ჩემი დისერტაცია, სხვათა შორის მაგარი ანეკდოტია კონცერტი რო ქონდა. აი ამ დისერტაციას დასრულებულის ისა მომენტი კონცერტი იყო. გიორგი უშიკიშვილი, ანსამბლ ლაშარის ხელმძღვანელი და ერთი მომღერალი, ჩემი ძალიან ახლო და კარგი მეგობარი ბეკა სებისკვარაძე, რომელიც თან ახლა არის ჩემი ანსამბლის, ჩვენი ანსამბლის წევრი. დიახ. ამოვიდნენ ნორვეგიაში და ბეკა ქონდა რაღაც პატარა პრობლემა პასპორტი. იმიტომ რომ ლამინატი ოდნავ რაღაც გახეული რაღაცა. ხო. ნეკას ხო? ბეკას, კი. და არ გავშვეს. რაღაც პრობლემები არის პასპორტიო და რაღაცას აბა რაზე მოდიხარ და ესა და ჩვენ გიორგი და ბეკა იქით ამ ხარში იყვნენ, აქ იყო კედელი მინისის. დიახ. და ჩვენ აქ საზღვარი, დიახ. საზღვარი. პოლიცია შუაში და შევიდნენ, გამოვიდნენ რაღაც ეს ახდება თუ იქ? იქ ნორვეგიაში, ნორვეგიაში. იქით ხდებოდა ეს და ხო, შევიდნენ, გამოვიდნენ კიდე რაღაც შეკითხვები და რაღაც გავიდა 1 საათი, 2 საათი და ჩვენ ეხლა და მე ისე გამოვიდნენ და კარგით. თუ მომღერლები ხართ, ხო? და შენ თუ მომღერალი ხარ და კონცერტზე თუ მიდიხარ, ხო? კაი, მაშინ იმღერეთ. აი როგორც და მაგრამ გაოცებული ვიხარ, იმიტომ რომ ასეთი რაღაცას კი მე წარმომედგენდი მქონდა რომ ასეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს საქართველოში, ხო? მაგრამ ნორვეგიაში ყველაფერი არის ძალიან ასეთი მოწესრიგებული, ხო? და კარგით ვიმღეროთ, ესე იგი ესეთი იქით იყვნენ ჩვენ აქეთ, ნუ კაი რას ვიმღეროთ? კაი წინცხარი იყო. წინცხარო. ხო, და ვიმღერე წინცხარო. მე სტატიას დავწერე. ხო, შესანიშნავი რა. იქიდან ესეთი კურიოზია. მაგარი ხო კი. ხო და ესე იგი თქვენ აქეთ მხარეს ხართ. კი. და ესე იქით. ხო. და ესე იგი ვიმღერეთ. ნეიტრალური. ხო, ვიმღერეთ და მე დასრულ ისინი იქიდან მღეროდნენ, ესენი აქედან. კი. და ვიმღერეთ. აეროპორტი გაჩერდა უყურეს ამათ. მაგითაც ეხლა, ხო? და ვიმღერეთ და დავამთავრეთ და ვიფიქრე რომ აბა ეხლა რა იქნება და გავედა 2 3 4 5 წამი და მე და გამოვიშვეს. ნუ დარწმუნდნენ ისინი დარწმუნდნენ ახლა რაღაც არ იყო მოწესრიგებული მათი ისე და ძალიან სწორია, მაგრამ სიმღერა მაინც აერთიანებს ყველაფერს ალაგებს მის ადგილზე. კი. ასე რომ ძალიან საინტერესო მაგარი ხო და ნუ კაი ესე იგი შეშვეს და მე ძალიან კარგი კონცერტი ქონდა იქით და მე პრინციპში დამთავრებული იყო ახლა ჩემი დისერტაციას და უნივერსიტეტში. მე გავაგზავნე ცოტა მუშაობა ნორვეგიაში, იმიტომ რომ ხო ასე ადვილი არ არის ჩამოსვლა. რა თქმა უნდა. ანსამბლი სამი ნორვეგიელი მღეროდა და ახლა ბეკა მიყო ჩადიოდა ხოლმე. ძალიან კარგი ანსამბლი ქონდა. ახლა ცარიან, ახლა ეს მე ერთი ნორვეგიელი ჩამოჩილა, დარჩა 2 ნორვეგიელი და 1 ქართველი. ხო, 2 ნორვეგიელი, 1 ქართველი, ახლა 2 ქართველი, 2 ნორვეგიელი. ხო და ეს ანსამბლი გააგზავნა. რა ქვიოდა თქვენ ანსამბლებს? თავიდან სამნი რო ვიყავი, მარტო ნორვეგიელები რო ვიყავი, სულ თავიდან ტრიო გიორგი.
გიორგი ტრიო გიორგი კი გიორგი ქვია გიორგი ხო კი ტრიო გიორგი მე ფეკა რომ შემოვიდა ანსამბლში გავხდით ანსამბლ გიორგი ხო და ეხლაც არის ანსამბლ გიორგი ასე რომ ჩვენ პირდაპირ გავაგრძელებთ ტრიო და ანსამბლ გიორგის საქმიანობას მე მუშაობდი აი სკოლის დირექტორად ნორვეგიაში რაღაც პერიოდის მე სანამ წამოვედი და საერთოდ ჩამოვედი საქართველოში იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად გზნობდი და გზნობ რა თქმა უნდა რომ ჩვენ ორი სამშობლო გვაქვს როგორც ოჯახი და დიახ და თუ ეს სერიოზული ამბავი არის და რა თქმა უნდა აქ დავიწყებდით ცხოვრებას იმიტომ რომ წარმოგიდგენთ გალბატონო ესე იგი წარსული ნორვეგიაში ყველაზე მშვიდი კუთხე სოფლიოში დაოჯახებული რაღაცა ლამაზი და მე ჩამოსვლა საქართველოში იქნებოდა ძალიან ძნელი დიახ ასე რომ ერთ-ერთი რეალური ვარიანტი იქნებოდა ჯერ საქართველოში დაწყებული ჩვენი ცხოვრება და ნუ ნახოთ მე თქვენ ხართ მოქალაქე ნორვეგიის დიახ მოქალაქე ხართ ნორვეგიის და რომელ წელს იქორწინეთ ჯერ მოინათლეთ მართლმადიდებელურად და ჯვარი დაიწერეთ ეს რომელი წელია 2001 მაგრამ 2001 ოფიციალურად 2000 ესე იგი და თქვენი მეჯვარეები ვინ იყო ხო და მართალი ვზანდებით ძალიან კარგი ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი ნაკლები რომ ყავს ესე იგი ერთი იყო ძალიან დიდი ადამიანი და მომღერალი სამსახუროდ გადაიცვალა რამდენიმე წლის წინ ეს არის გურული ძალიან დიდი მომღერალი ოთარ ბერძენიშვილი და ძალიან დიდი კაცი დანაკლისია ეს ფოტოშოპი და ხმარა მართლა კარგად აი ანსამბლი ლაშარი თავისი გამოცდილებით ყველაფერი და ერთი ნაკლია იყო მეორე იყო გიორგი უშიქიშვილი თავიდან ჩემი მასწავლებელი და მე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ვისწავლე გიორგისგან და მადლობელი ვარ და მესამე ჩვენი ძალიან კარგი აი დიდ ოჯახის წევრი აკაკი ბარკაია ძალიან კარგი ადამიანი აი ასეთი ადამიანი რომელიც ბავშვობიდან აიღო ამ ხელა პასუხისგებლობა დიახ და მართლა ყველაფერი რაც აქვს თავისი ცხოვრებაში თვითონ აშენა სულ თავიდან ყველაფერი აი ასეთი კაი კატეგორიას ადამიანია ძალიან კარგი ეხლა მე მინდა თქვენ გთხოვოთ რომ გაგვაცნოთ თქვენი ხალხური ნორვეგიული სიმღერა მე პირადად მოსმენილი ნამდვილად მაქვს მაგრამ მაინც მინდა რომ მაყურებელმა მოისმინოს როგორი პოლიფონია როგორია საერთოდ თქვენი ხალხური შემოქმედება გნებავთ ერთი სიმღერა იმღერად გნებავთ ორი თქვენ თავისუფალი ხართ ასე რომ თქვენი არჩევანია მაგრამ თქვენ მე ერთხელ მიმღერეთ ნანა ძალიან მომეწონა ეს და აი ტრადიციულად რომ მივხედოთ ამ საკითხს მეც ვთვლი რომ ყველაზე კარგი ქართული რაც თქვენ გაგვაჩნია ეს არის იავნანა ჩვენი იავნანა რომელსაც ჩვენ ამით ვამაყობთ და ალბათ ეს თქვენთანაც არის ხო მართალი არ შეიძლება ნანა იყოს აი ვიმღერეთ თქვენი ნორვეგიული ნანა აუცილებლად დიდი მადლობა და ესე იგი განსხვავდება რა ნორვეგიული ხალხური სიმღერა ქართულთან და შედარებით ესე იგი თავარი არის ასეთი პოლიფონია არ აგვაქვს ჩვენ ხალხურ სიმღერაზე ეს არის უფრო ერთხმიანი მაგრამ რაც გავსი არის რომ როგორც საქართველოში არის ულამაზესი მელოდიები ნორვეგიული ხალხური სიმღერები ხოლმე არის ძალიან ლამაზი მელოდიები ხო და ეს სიმღერა ახლა საინტერესო ხია იმიტომ რომ ნორვეგიული კომპოზიტორი ერბათ გრიგი იარა ფეხით თებში
ესე იგი ისწავლა და აიღო მასალები ხალხურ სიმღერიდან და აქედან გააკეთა თავისი პიანო ფორტის ხო გამოიყენა როგორც რა თქმა უნდა ინტონაცია და რაღაცა სხვანაირია და რაღაც საინტერესო რაღაცას გააკეთა პიანო ფორტის კომპოზიტორებიც არ გეუბნებიან სხვათა შორის ხალხური ხო და რო იარა ერთხელ შეხვდა ერთი ქალი კალპატონი თებში და ეს კალპატონი მღეროდა აი ზუსტად ეს იამნანა და ეს იამნანა ახლა როგორც ნორვეგიული ხალხური სიმღერა ძალიან ცნობილია ნორვეგიაში. სიამოვნებით მოგისმენთ. Stundom gråter och stundom ler Barnen lägger sig i vuggan ned Stundom gråter och stundom ler Sover nu i Jesu namn Jesu bevare barnen Sover nu i Jesu namn Jesu bevare barnen Mazut padonosen Ხედავთ ამისა მაინც ჩელას უმღეროდა ლუკას პატარა. ლუკას უმღეროდა? ლუკას ჩელას მთელი 9 თვე მუცელში და მე რო დაიწყო. ლუკა რო გაჩნდა ჩელას ხო ვიმღერებთ დღეს? ხო? ჩელას რო ისმენდა ლუკა ბავშვობაში ჩემი სიმღერაო. თავის კი იმდენად მიჩვეულია. ხო, რატომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს ბავშვს ჩადებიცით საოცრება იყო პრეზენტაირად შეეთვის ეს სიმღერა მაგალითად მე სუმღეროდი ჩემს შულს სუმღეროდი მე სულ საყვარელი სიმღერა გამოყრელი იყო სიმღერა და მეორე ხომ არ გაქვთ რამე კი ხალხური აი სწორედ ხალხური მაინტერესებს ნორვეგიული ხო შეიძლება ცოტა სხვანაირი ხასიათით ხო ცოტა შეგიძლიათ უფრო ხიარული კი ბატონო ზუსტად ეგვაპერებ მე ხო აბა გვიმღერეთ აუცილებლად და ამის თქმა მინდა რომ საინტერესოა კი ლამაზი მელოდია იყო იმედება კი ლამაზია როგორც ქართული სხვანაირია მაგრამ ხო არის პატარა მელისმები არის და ეგეც არის ქართულ ნუ ხალხურ სიმღერებზე არის ტონალობა სხვანაირია ნუ ასე რომ არის ასეთი მომენტი რომელიც გაუსიმღერას ის ვიცით რომ დანა იყო აი ახლა რომ გვიმღერებთ იმას ასახე რა სახელწოდება აქვს აი მეორე ახლა თუ იმღერებთ აი ახლა იმღერეთ რომელიმე ეხლა ეს არის უფრო ასეთი სახუმარი სიმღერა ესე იგი ეს არის კაცი და ქალთან შორის ესე იგი მე ამაზე გავაკეთებ ამას და მოდი ცოლ-ქმარი გავხდებით შენ ამაზე თუ გაკეთებ მაშინ მე ამაზე გავაკეთებ ნუ ცოტა ასეთი შეკულებას სოფლის კაცი და ვიმღერეთ სიამოვნებით მოგისმენთ მე ძალიან დაინტერესდი Käringamastaven högt upp i Hackedalen Åtta pottar med 4 markesmör Så kinna kariola hade förr Käringamastaven Käringa hotitte Så kom en kar och fridde Vill du vara kärring ska jag vara man Vill du koka kaffe ska jag vara man Käringa och fridde Sau დიდი მადლობა. არა. ფერიკის მადლობა. მე ეხლა მაქვს ასეთი შეკითხვა, რომ თქვენ შეპესე ჩამოაყალიბეთ კულტურული მოგზაურობა საქართველოში. აი ამის შესახებ უნდა მიამბოთ და სანეთ. მადლობა. ეს ძალიან სერიოზული რამ არის გაკეთებული, რომ თქვენ რას ემსახურება ეს
ეს თქვენი ფილმა, თქვენ ამაზე ისაუბრებთ და მე მგონი ყველა დარჩება ძალიან გახარებული და გაოცებული მაყურებელი, რომ თქვენ ჩამოყავთ ტურისტები და აი სვანეთშიც მიყავთ, გურიაშიც და იქი ეს გააცანით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პატარა ლამაზი ქვეყანა, თქვენ გააცანით უცხოელებს. ნუ მე რა უნდა გითხრათ იმის მეტი, რომ შექებაც კი ცოტაა თქვენთვის. მინდა გითხრათ, რომ მას ცოტა ძალიან უნდა გიყვარდეს თქვენი ქვეყანა, რომ სხვისი ქვეყანა დააფასო და თქვენ ეს გაგაჩნიათ, რომ თქვენი ქვეყანა ძალიან გიყვართ და ჩვენს ქვეყანასაც ძალიან აფასებ და ძალიან გიყვართ, მე ესე უკვე ვთვლი. ბრძანეთ, თქვენი ფილმა რას წარმოადგენს? აი ეს დაიწყო პრინციპში, აი რამდენიმე ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები ჩამოსულები იყვნენ უკვე და ჩვენ ერთად ვიარეთ იქეთ-აქეთ და ძალიან დიდი სტიმული მივიღეთ აქედან. იმიტომ რომ აი ჩვენ ამდენად გვიყვარს საკუთრივ ძალღონეს ამათ მართლა ყველაფერნაირად კარგად გაერჩევთ. დიახ, და მე გასულს საკუთრივ ჩვენ ვიჯიქით და მოდი აი ეს არის ასეთი სასიამოვნო რაღაცა, მოდი ცოტა უფრო ორგანიზებული გავაკეთოთ და ცოტა გაიზარდოს როგორ საქმიანობას, მაგრამ უღოთ არ უნდა დავკარგოთ ეს სულიდარული. ასე რომ ჩვენ არასდროს თავიდან არ გვინდა და რომ უბრალო გავაკეთო პირმა და რაც უფრო მეტი კლიენტი ჯობია, მეტ რომ ბევრი ფული უნდა შემოვიდეს. ეგ საერთოდ არ იყო საუბარი. ნუ რა თქმა უნდა, უფასოდ ვერავინ ვერ მუშაობს. და მაგრამ ჩვენი აქცენტი არის ესე იგი კულტურასთან დაკავშირებით, არანაირი სტანდარტული ტურები არ აქვს. ესე იგი ჩამოდის ასეთი ხალხი, გუნდები, სახეობები, ლიტერატურები და ჩვენ ვაკეთებ სულ ახალი სხვადასხვა სპეციფიკური გზავრობის ესე იგი გეგმები და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა. ეს ძალიან საინტერესო ტურებია, იმიტომ რომ თვითონ მათ ინტერესებზე ვაგებთ ყველაფერს, დავშვათ იყვნენ ასეთი ტურისტები, რომელსაც აინტერესებდათ მითოლოგია. და ვთხოვეს, რომ აი ქართული მითები ხა არ იყო ნორვეგიაში, სადაც ცნობილი არ არის არანაირი რეპერსიტყვერება ქართული და ავარჩიეთ ისეთი ზღაპრები და მითები, რომლებიც მართლა ახლა იქნებოდა უფრო ზოგად საკაცობრიო თემაზე, რომელიც უფრო მართლა ნორვეგიელისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა და ძალიან კარგი იყო ამ თემებზე მუშაობა, თარგმნეთ მე და ჩვენმა და მივაწოდეთ ეს ყველაფერი, მე ჩამოვიდა ეს ჯგუფი, კიდევ უფრო საფუძვლიანად შეისწავლეს ეს ყველაფერი. იქ სადაც ჩვენი ცოდნა საკმარისი აღარ არის. აყვავს ყოველთვის სპეციალისტი, ფოლკლორისტი იქნება ეს, იქნება მწერალი, იქნება პოეტი, იქნება მომღერალი, მუსიკოსი თუ ვინც იქნება, რომელიც მართლა უკვე პროფესიულ დონეზე უტარებს სემინარებს. ამიტომ ჩვენთვის ეს იყო ძალიან საინტერესო მიგნება, ასე ვთქვათ, რომ მოდი აი ამ დონეზე მართლა საფუძვლიანად მივაწოდოთ ყველაფერი ტურისტებს. ეს არ არის რაღაცა ზერელე დამოკიდებულება კულტურისადმი და აი ზერელე მე ახლა ჩვენ ისეთ ადგილას ცხოვრობთ, ვუყურებ გიდები როგორ ზერელე ემსახურებიან ტურისტებს. ეს იმხელა რაღაცაა ჩემთვის ისეთი ტკივილია, რომ დავინახავ ხოლმე რას უყვებიან, რომ მოვისმენ და ან რას როგორ ეზარება თვითონ გიდს, რომ აი ყანოს ჯგუფი არის ყალაზე, რაღაცას ეს ზერელეთ უყვება. ნუ არ ვიცი, ცეცხლი მედება ხოლმე. აი ეს ნაგიშებს თუ შენ მართლა გიყვარს შენი საქმე, უნდა მართლა იმ ტურისტმა ისეთი მე ვიგრძენი შეურაცხყოფილად თავი, როდესაც იმ გიდს ეზარებოდა ნარიყალაზე აეყვანა ჯგუფი და ეს რუსი კაცი გაბრაზდა და მე ფულს ხო ვიხდი ამაშიო. ამიყვანა იქ გელაპარაკებიო და მომიყევი წესიერო და მე დგავარ ასე ფანჯარასთან და გაგიშებული ვარ, ხა შევჭამა ამ გიდს. თქვენი სახლი პირდაპირ უყურებს ნალექებს და ბოტანიკური ბაღის შესასვლელშია. თუ კი ტურისტული ჯგუფი სადმე ძველ თბილისში დადის, ყველამ უნდა აიარჩაიეროს ჩვენი ადგილი, სადაც ცხოვრობთ ხა. და
აი უბრალოდ ეს მაგიჟებს იმ ხელა პასუხისმგებლობაა ტურისტი როდესაც ჩამოდის და შენს ქვეყანაში შენ გიცნობს როგორც შენს ქვეყანას იმ მომენტში რა თქმა უნდა და მით უმეტეს შენ რომ არ ქმევ ასეთ სათაურს შენს ტურისტულ კომპანიას კულტურული მოგზაურობა საქართველოში და შენ და კულტურას ემსახურო უშუალოდ და იმ ტურისტმა რომ წავა უნდა თქვას რომ ეს რა ვნახე, ეს რა გავიგე, ეს რა საოცრება ყოფილა. ეს შენზეა დამოკიდებული, როგორ მიაწოდებ, მას და როგორ გააცნო. და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ტურისტი ვინც წასულა, ყველა აღფრთოვანებული წასულა და გაუმეორებია ტური და მეორე სეზონზე ჩამოსულა და მესამეზე და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. და მით უმეტეს ახლა ლიტერატურის ქალბატონები იყვნენ ისეთი საინტერესო ტურები ჰქონდა ვანის გათხრებიც ჩვენეთი გალაქტიონის სახლ-მუზეუმში ღია ის ჰქონდა ჭყვიში დავსხედეთ ეზოში ფანტასტიკური ეს ჰქონდა სემინარი ასოციაციის კოშკი როგორ არა ასევე საოცრება იყო როდესაც მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში ჰქონდა ჩვენ ეს შეკრება და არ ვიცი სად არ დაგვყავს და ძალიან კმაყოფილები მიდიან ხოლმე მართლა ძალიან ახლა წელსაც ველოდებით კიდევ ახალ ჯგუფებს და მოკლედ გვიყვარს მე ესეთი დამებად ასეთი ცოტა შეკითხვა ცოტა უცნაურია მაგრამ გამიჩნდა რატომღაც ესეთი რომელი კუთხე უფრო მოსწონს სვანი თითო აი რო ხედავენ კლდებს ძალიან რომელი უფრო თუ ვერ იმდენად გაოცებულები არიან მრავალფეროვნები გურით არცერთი კუთხე ერთმანეთს არ გავს და ამ პატარა ქვეყანაში ამდენი მრავალფეროვნება ასეთი რაღაცა კილომეტრებშიც კი თვითონ ადამიანი ციცულება გარეგნობიან რაღაც 400 კილომეტრებში სულ სხვა და აღნიშნავენ თვით კავკასიაში საქართველოს ნახვა აი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არის ძალიან სპეციფიური ყველაფერი ერთად და თან მრავალფეროვანი კილომეტრებში. ბუნებაც, ვინო, კულტურა, რელიგიური ტრადიციები, ყველაფერი აბსოლუტურად ერთად არის და თანაც პატარა ხა ქვეყანა თვითონ და ეს მრავალფეროვნება შეუძლია ამ მრავალფეროვნებას შორის ერთდროულად ეზიარონ. აი ეს არის საოცრება. ეს არის მათი გაოცების. ეს არის გაოცების საგანო, ხო რომ აი ჩამოდიან და მართლა უჭირთ განასხვავ. ეხლა აღთოვანდნენ სვანებზე, აღთოვანდნენ ხევზე, აღთოვანდნენ კახეთზე, ყველგან სადაც ყავ მესხეთში, ყველგან სადაც იყო, ყველგან აღთოვანდნენ, ხო? გამორჩევა უჭერთ. აი მე განსაკუთრებულად მომეწონა ეს თან აი იყო საინტერესო ის რომ იყო ჯგუფი რომელმაც ჯერ აარჩია აღმოსავლეთ საქართველოს მინდა ჯერ კარგად მე მომავალ წელს დასავლეთ საქართველოს აი ესე კი არა ეს ზერელეთ რომ აინტერესებდეთ არა საფუძვლიანად ყველაფერი უნდათ რომ ნახონ და გაიგონ და აი ძალიან ჩვენს რამდენ დღიანია ეს თქვენი გააჩნია ზოგი 5, 8, 10 ორკვირიანი რა მართლა გააჩნია და გააჩნია მოთხოვნა იმიტომ რომ აი სიტყვით აი ეს ერთი ტური ლიტერატურები რო იყვნენ უნდა და მართლა რო გააცნო ეს მითოლოგია, ქართული მითოლოგია და თან უნდა და ფეხი, სიარული ასეთი ადგილებს, რომლის ჰქონდა კავშირი ამ მითებთან, ხო? ასე რომ თვითონ ეს ტური და თან სვანეთში უნდა. ასე რომ უკვე დიდი მოთხოვნა იყო, ასე რომ ეს ტური იყო 14 დღე, ნუ ორკვირიანი. რა თქმა უნდა. ნუ არის უფრო მოკლე ტურები, ყველაზე მოკლე მეგონი იყო 5 დღიანი. ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ გვინდა რომ ძალიან ასეთი დათვირთული იყოს, იმიტომ რომ ეს არ არის კონკურსი, აბა უნდა ვიაროთ ყოველდღიურსავით და უნდა ნახოთ რაღაცას და ბოლო ჯამში რა არაფერი, ხო? კარგად უნდა გააცნონ, ღრმად უნდა გააცნონ და თან კიდე ერთი მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეგ არის ადამიანი და ხალხი. და მართლა ადამიანზე არიან გაოცებული და გამოშტერებული, იმიტომ რომ ხო, აი აქ არის ჩვენი მენტალიტეტი, აი სიტყვა, ხო? ძალიან აი ამბობენ ხოლმე რომ ეს რა საოცრება ჩვენ გვაკლია, აი ჩვენ საიდანაც
სწორედ იცით რა იყო ის იყო მაგათი მიზანი რომ ის კარგაკარო ევლოთ რომ უფრო მათ გაეცნოთ ხო ეს და მართლა იყო საინტერესო ხე ქიზეხში ვიყავით და შევდივართ ისე ხო პატარ-პატარა შუკა დავდივართ და კაცი ხდის არახს იქ ვიღაცა ნახეს მიერეკება აი ეს უნდოდა დენაკაც ეს ყველაფერი სასტუმროები და ისინი ყველში თამაშობთ ეს ვიღაცა ის არახს რო ხდი და შემოდით შეგვიპატიჟამი გვიყონა სახელდახილოთ რაღაც უფრო გაშალა გაგიჟდნენ ამაზე ხო შეიშალდნენ თქვენ ნორვეგიაში თუ წინასწარ ვიღაცას არ შეუთანხმდი ერთი თვით ეს ვიღაცა შეგიყვანოს უფრო გაგიჟალოს სად არის ძალიან მაგარი ამაზე გიждდებიან ბუნებრივია მე ისეთ ხო და თან მაგრამ მაშინ თან არის ეს არის ესე იგი უდიდესი პასუხისგებლობა იმიტომ რომ კი ძალიან კარგია ჩამოსული სტუმარი ჩამოდის ძალიან კაი დრო ატარებს ხალხთან შეხვედრა რაღაც მაგრამ მაინც ხო არ უნდა რომ ტურისტი ჩამოდის და ყიდულობს რაღაც კაი დროს. ორი მხრიდან ხო უნდა იყოს სასიამოვნო. იმიტომ რომ თუ ადამიანი ჩადის და იმით რომ რაღაც ფული აქვს და ყიდულობს რაღაცას, ხო? და მაინც ჩვენთვის ამ ადამიანისთვის ეს იქნება, ნუ კაი რა ვქნათ, მეც ხო ორი კაპიკი უნდა ვიშოვო. და თუ მეტი არ არის, ხო? არ არის სწორი და მე ვთვლი, რომ ეს უკვე არის ძალიან შორს ბიზნესის მენტალიტეტიდან. პირველ რიგში არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ეს უნდა იყოს სასიამოვნო და ეს უნდა იყოს სასარგებლო. რა თქმა უნდა. ყველასთვის ორივე მხრიდან. ანუ თვითონ ნაყოფი ყოველთვის ქონდა ამ ტურებს. ახლა ის ჯგუფი დავიდა მე სპექტაკლი კონდათ ოსლოს ეროვნულ თეატრში ქართული ზღაპრების და მითებისგან შეადგენეს სპექტაკლი ძალიან საინტერესო სპექტაკლი იყო მე იყო ქართული პოეზიის საღამო ძალიან კარგი იყო ესეც ციტატები იყო თარგმნილი და პოეზიის საღამო ასევე იყო კონცერტი საქართველოს ხედები ძალიან ბევრი ხალხი იყო იქ იმ კონცერტზე ამ ძალიან დიდი მნიშვნელობა რა თქმა უნდა საქართველოს როგორც აი კულტურული ტრადიციული ქვეყანასაც ისტორიული ძალიან საინტერესოა თქვენი ერთი მომენტი რომ თქვენ უცხოელებს ასწავლით ქართულ ხალხურ სიმღერას. ეს ძალიან საინტერესოა. როგორ ხდება ეს? ეს ხდება აქ რო ჩამოდიან მაშინ ასწავლით. ორივე. თუ ჩავზარდებით, ხო? და შემდეგ ჩვენ გავუშვებთ მეორე ვიდეო, სადაც თქვენ იქ ეკლესიაში მღერიან ქართული სიმღერაა თუ ვიდეოში ხო? ხო, ქართულია. ეს არის ჩემი ანსამბლი გეორგი. ამ ვიდეოში ვართ ჩვენ ორი ნორვეგიელი და ერთი ქართველი. და ნუ ეს იყო ბევრი კონცერტი ჰქონდა ჩვენ ნორვეგიაში. სხვათაშორის და ეს არის ორი სიმღერა ამ კონცერტიდან. გთხოვთ გავუშვოთ მეორე ვიდეო.
გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, მესაუბრეთ რამოდენიმე სიტყვით თქვენს გალერეაზე, თქვენს სახლში გაკეთებული გალერეა. ეს იყო საინტერესო, მართლა უფლის საჩუქარს. მე შემიძლია მართლა ასე ვთქვა, ჩვენ ყოველთვის ვოცნებობდით ძველ თბილისში გვეცხოვრა. და ვეძებდით ახლა რაღაცა პატარა ფართს ტურისტული კომპანია რომ გვინდოდა რაღაცა ოფისი ქონოდა და ვეძებდით მაგრამ იყო ძალიან ძვირი ან ადგილი არ მოგწონდა ან რაღაცა ჩამოვიდა ერთი ტურისტი რომელიც იყო ბოტანიკოსი და უნდა ბოტანიკურ ბაღში წასვლა მართლა ეს იყო ბედი მართლა წავიყვანე ბოტანიკურ ბაღში ეს კაცი მე შევალო ბოტანიკურ ბაღში თქვენ აქ დამელოდეთ ნუ ველოდები ახლა მე გარეთ ამასობაში ვათვალიერებ იმ ქუჩაზე ბოტანიკურის ქუჩაზე არ ვიყავი ნამყოფი ძალიან დიდი ხანი სტუდენტობის მერე იმიტომ რომ სტუდენტობის დროს დავდიოდი სახატავად ხო და დავდივარ ახლა ბოტანიკურ ბაღში ახლა ის კაცი რომ შევიდა იქ ვათვალიერებ ახლო სახლებს მომწონს ახლა ახალი გაკეთებული იყო ქუჩა რესტავრირებული და ვიკითხე ისე რომ აქ რამხარ იყიდება მეთქი კიო მეორე სართულზე ყიდის ქალიო ავედი მედიკოსი ხო ავედი ნუ გავოგნდი ხედებით და გასაკურველია მივედი სენს მერეს სახში და მოვუყევი ეს ყველაფერი, როგორც კი ნახავენ აქტოვან და მაგრამ აქ არ იყო მიზანი ის, რომ ჩვენი ბინა ჩავედო ამ საქმეში. და მე ისე მოხდა, რომ ამ ქალმა შემოღთავაზა გაცვლა თვითონ. და გავცვალეთ, ნუ დავუმატეთ ცოტა თანხავს და გავცვალეთ ჩვენი და დაბინავდით, ჩვენი ოთახიანი ბინა თავისი ორი გარაჟი გავცვალეთ თანხავს, ნუ დავიწყეთ ცხოვრება. მე შეიძლება ერთელიტაჩი ზუსტად ჩვენს ქვევით იყიდებოდა ხატვარი იყო ის კაცი ხატვარი ის კაცი საერთოდ და მამა ყავდა მოხუცის დაიუპა მაგრამ მამა და შუნა გაყიდა მაგრამ ვიყიდეთ ჩვენ ეს ბინა და რომ ვიყიდეთ ეს ბინა გვინდოდა ახლა მანდ უფრო აი ესეთი ჩვენი ტურისტებისთვის აი ადგილი გჭირდებოდა სადაც შევიკრიბებოდით სემინარებისთვის ასეთი ადგილი გვინდოდა ზუსტად და გალერეად ვაქციეთ ეს ყველაფერი თან იქ ვხატავ მე სამუშაო ოთახიც მაქვს ჩვენ ახლა ამას ვნახავთ შორის ეს თან ამავე დროს გავხსენით ქართულ-ნორვეგიული კულტურის ცენტრი სადაც ეს ნორვეგიელებს და ქართველებს ყოველთვის შეუძლიათ აქ მოსვლა ამ გალერეაში და თავიანთი კულტურის და ჩვენი კულტურის გაცნობა. გაცნობა ძალიან კარგი. გთხოვთ გავუშვათ მესამე ფირი. ჩვენი მაყურებელი კარგად იცნობს პოეტ თამარ ლომიძისა და სვენ გოგეს ქართულ-ნორვეგიულ ოჯახს. ამ ორმა ხელოვანმა წლების წინ ორი ქვეყნის კულტურა სამუდამოდ დააკავშირა ერთმანეთს. დიდი ხნის წინ დაწყებული მტკიცე მეგობრობის კიდევ ერთი ლამაზი დაგვირგვინება ძველი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ უბანში. აბანოთ უბანში გახსნილი გალერეა ნორგეა. ნორგე ნიშნავს ნორვეგიის და საქართველოს კულტურულ ურთიერთობას. აქ იხსნება ნორვეგია საქართველოს კულტურული ცენტრი ფაქტიურად ამ ურთიერთობის ცენტრი იხსნება და ამის საჭიროება განაპირობა რა. ჩვენ გვაქვს ტურისტული კომპანია კულტურული მოგზაურობა საქართველოში ასე ქვია და ყოველთვის გვიკავშირდება ხოლმე ისეთი ტურისტი რომელიც დაინტერესებულია უშუალოდ კულტურით. ჩვენ ფიქრობ რომ ეს ადგილი იქნება ძალიან იმედი გვაქვს მნიშვნელოვანი და კარგი ადგილი ისე ნორვეგიას და საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით. შეიძლება კიდე ახალი პროექტები იმედი გვაქვს განვითარდეს განსაკუთრებით კულტურის სფეროში. ასე რომ მართლა ეს ადგილი ჩვენთვის არის ასე რომ ერთი არის რა თქმა უნდა ქართული კულტურა, ქართული ტრადიცია და მეორე არის ქართული ნორვეგიული ქართული ურთიერთობაზე. მეფე ერეკლეს დროინდელ სახლში განთავსებული გალერეა არა მხოლოდ ქართულ დამთვალიერებლებს,
არამედ საქართველოს კულტურით დაინტერესებულ ტურისტებსაც უმასპინძლებს. ეს არის 250 წლის სახლი, ერაკლეს დროინდელი აშენებული კულტურული ძეგლია, ულამაზესი ხედებით, რითაც ძალიან ვამაყობთ და ძალიან გვიყვარს ეს ადგილი. ეს არის ძველ თბილისში და მუდმივად არის აქ ტურისტების, რა ვიცი, რაოდენობა და ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის ჩვენთანაც აქ, ჩვენი მეგობარი ტურისტები შემოდიან და ამიტომ გვინდა პრინციპში მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა ყოველთვის და დღესაც გვინდა რომ რაც შეიძლება უფრო პოპულარული გახდეს ეს ადგილი, იმიტომ რომ ბევრმა არც იცის საერთოდ აი ეს ქუჩა და ვინც მოვიდა ყველა აღთოვანდა, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური ხედებია, უნიკალური ადგილია. შევეცადეთ რომ ეს დიზაინი ისე შეგვეხამებინა, რომ სიძველე არ დაგვეკარგა და ისულიერება რაც ამ სახლს გააჩნია. სამომავლოდ ნორვეგიაში ბევრი ლამაზი საღამოს გამართვა იგეგმება. წერლები, პოეტები, მუსიკოსები თუ მხატვრები ამ სივრცის მასპინძლები გახდებიან და სტუმრებს თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ. ჩვენ ახლა დავიწყებთ აუცილებლად გამოფენები იქნება. აუცილებლად ღონისძიებები იქნება კულტურული სიმღერებთან დაკავშირებით, პოეზიასთან დაკავშირებით, ხატრები, ღვინო, ყველაფერი რაც არის ქართული. და თანაც გავაგზავნებთ, ავაშენოთ ნელ-ნელა ასეთი პროექტები, რომელიც უხდება ქართულ ტრადიციას და უხდება ნორვეგიის და საქართველოს ურთიერთობას. ეს იქნება თარგმნელობითი საქმიანობა, იქნება ეს ზოგადად ბიზნესი, ყველაფერი. ჩვენ არ გქონდა აქამდე შესაძლებლობა ქართველი მხატვრების პოპულარიზაციის. და მინდა მათ ვაჩვენო ახლა ეს ადგილი, სადაც მათ შეეძლებათ ყოველთვის გამოფინოთ თავიანთი ნამუშევრებიც და თუ მაგალითად ექნებათ ტურისტებს სურვილი, რომელი მხატვრის გაცნობის, მისი ნამუშევრის შეძენის დაუშვათ ხო, ჩვენ მათი ბიოგრაფიები გვექნება, ფაქტობრივად მხატვრობის პოპულარიზაციაც მოხდება. ნორვეგიელი მწერლების მოყვარულებს კი გალერეაში ქართულ ენაზე თარგმნილი სხვადასხვა ავტორების შემოქმედება ელოდება. არის რამდენიმე ავტორები, ნორვეგიული ავტორები, რომელიც უკვე თარგმნილი არის ქართულ ენაზე, წიგნები. ჩვენ ახლა ნელ-ნელა ეს ყველა წიგნი უნდა შევიგრებოთ, ხო? ერთ ადგილს აქ ჩვენთან და მე შეიძლება ადამიანი მოვიდეს, ჩაბაროს სიტყვით, რა ქვია მას, პირადობან რაღაცას, წაიღოს წიგნი, შევიდეს ბოტანიკურ ბაღში, შვიდად ლამაზ ადგილზე და წაიკითხოს. გალერეა 13 დეკემბერს გაიხსნა, პირველად სივრცე მასპინძლის ნამუშევრებს დაეთმო. ამ შესანიშნავ პერსონალურ გამოფენაზე, გალერეის გახსნაზე აქტოვანებული ვართ. ყველანი იმით, რომ ასეთი ნიჭიერი, შესანიშნავი, მაღალი გემოვნების მქონე მხატვარის ასეთ სახის ულამაზესი ქალბატონია, მშვენიერი შემოქმედება აქვს. წინვალი პოეტია და არაჩვეულებრივი ქალბატონია. მე მას წარმატებებს უსურვებ. სტუმრებს შორის იყო ნორვეგიის ელჩი, რომელსაც თამაშ ჯალაღანიამ საგანგებოდ მისთვის დამზადებული ქართული ჭედური იარაღი უსახსოვრა. მე უსახსოვრე მას ბებუთი ჭედურობით, სადაც მეომრებია გამოხატული საბრძოლო მდგომარეობაში და ეს სიმბოლურია საერთოდ, მაგრამ მე უთხარი მას, რომ ამას იმიტომ გჩუქნით, რომ იმიტომ კი არა რომ იომოთ, იმიტომ რომ მშვიდობისათვის გქონდეთ ეს. პირველ რიგში თაკოსა და სვენს ულოცავ გალერეის გახსნას. ნორვეგიისა და საქართველოს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. წელს ბევრი ნორვეგიელი მინისტრი იყო ჩამოსული. ეს არის ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის ცოცხალი მაგალითი. ამ გალერეის საშუალებით ბევრი ნორვეგიელი გაიცნობს საქართველოსა და მის ტრადიციას. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში აქ ნორვეგიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენაც მოეწყობა. დღეს ღირსშესანიშნავი დღე არის იმით კიდე რომ ქალბატონ თაკომ გახსნა თავისი სახელოსნო და აგრეთვე ნორვეგიასა და საქართველოს შორის ურთიერთკავშირის კიდე სახლი, სადაც
ზოგჯერ მოგროვდებიან ესე იგი ნორვეგიელებიც, ქართველებიც და ილაპარაკებენ თავისი ქვეყნის ისტორიაზე. გააცოცხლებს ამ გარემოს ძველ თბილისს, ეყოლება უამრავი უცხოელი სტუმარი, ხელოვნების მოყვარულები, ჩვენი ქართული კულტურის პოპულარიზაციის ერთ-ერთი შესანიშნავი კერა იქნება მომავალში ამ გალერეის სახით. საღამო ტრადიციულად სვენისა და თამარის ქართულ-ნორვეგიული ხმაშეწყობილი პოეზიითა და სიმღერით დასრულდა. შემოდი ქარვის სანთელი და მინჩედლებზე დედაციხის კედლების მთვარები ოდესღაც ჩემს გულს ლოდინივით ურწყავდნენ ფესებს შემო დაიწყე დავამთავრე შემოდი მე მინდა ახარო თქვენ ლექსი დაგვიკითხოთ თქვენი ბატონო თამარ სიამოვნებით ჰარალე ქვია ამ ლექსს ჰარალე იყო მიწის ღმერთი ქრისტიანობამდე საქართველოში და ამათ დაწერა ლექსი. ჩემო ჰარალე გადაშალე გახსენე გული. მინდა ფესვებთან ჩავიმუხლო ვილოცო მინდა რომ ჩემი მიწის გულისცემას დავუგდო ყური. გამელღვეს სისხლი, ჩაგეწვეთო, ჩაგეზიარო ამოუშრე ლამის, დამიბზარა შიშმა სიცოცხლე, ფსკერზე იმღრევა წარღვნასავი დღამის მორევი ჟამიდან ჟამზე მათ თამაშებს როცა და სივცეც. ვით გზარეული, ვით გარიყულ ბადკანს უსუსურს გამიუცხოვდა საკუთარი აჩრდილიც რადგან სულზე მიუსწარ სიყვარულის უთვლი ნაბიჯებს ჩემს ნაკვალევებს როგორც ბებერ-ბაბუ აწვერებს სულს უბერავენ და ფანტავენ ფერფლად და ნაცრად ჯერ კიდევ დამჩა გასავლელი ცოტა და მცირე ჯერ კიდევ შორს მყავს წინაპარი ჩემო ჰარალე მაღაზის სრემლებში დამიტოვა სამშობლოს გული ეძებენ შლეგნი და ვერაფრით ვერ მიუგნიათ და ცივად ქარებს, ცივად შური მტრობა და ზიზღი მე ვუძლებ ჯერად დაუხრტნელი დუმილით ვითმენ ამ მომშრალ ბაგესი ჩუმისგან ვასკდები ლოცვად ვზივარ ნისლებზე და თვალდათხრელ ანგელოს ვზერწავ ჩემო ჰარალე ახლა აქ რომ ფერი დასრულდა სიმღერა გაწყდა ხიდიანად აფრინდა მტრედი ჩემს ცეცხლზე წყალი იფერხლება ჩემს წყალზე ცეცხლი ჩემი სხეულის ლაქების რომ მიმძიმს ტარება დამძიმებული და შემხმარი ფესვის ტარება ათას ეკალბარდ გადახვეულ გადახლართულის იქნება მითხრა გაქვავებულ სისხლის სურნელსაც უწამლო რით უშველო ჩხრიალს მონეტის რითი უშველო ღალატივით სახე ჩამომჭკნა აპრილისა და შინაბერა მაისის მძერას როგორ ვიპოვო სინდისის ხმა სხვათა კედლებში როცა საკუთარს უსხოსავით ვათვალიერებ ანდახან სულზე ათრთოლდება ცრემლი ალალი ანდახან აღმართ საკუთარი ხელებით ვკემსავლაღი ვარ მაშინ როცა ნისლის ფრთილა ვარ მხოლოდ ჩემი სამშობლოს წარსულიდან გამოჟონილი ჩემო ჰარალე და მაპურე შენ შემოგევლა თორემ ძის გულზე ნაღვერდალსაც ვეღარ იპოვი ვით საფრთხობელა დაკიდებულ მარჯვენას ვახმობ და ვიწყეულები შვილს ვამადლი ჩემს დაბადებას მალე ჰარალე წარსულში მაქვს მე მომავალი გადამიხსენი მკლავები და ჩამტიე მკერდში მალე ჰარალე სანამ ისევ დაღამებულა სანამ ბილიკი ამირია ყველა ურჯულომ სანამ ხმას გაჭვდენ სანამ წრფელი სურვილი მითრთის სანამ მიაგნეს ვაზის სრამლებს სანამ მიპოვეს არ მინდა ყალბად მარცვალ წამოსდეს მავანს აყაჩოსავით ჩაიწვაო ეს უბედური დიდი მადლობა ეუღლეს ოთახში ისევ დაცურავს ნისლი და ვეღარ ადის სული ზეცამდე ძნელია ხატვა მიახლა მხოლოდ შენ სიახლოვეს წერტილს სვამ სადმე ჩემი მდინარე ისევ გზას ასწდა და ხმელ ფოთლებზე ვითვლი ნაოჭებს ნოემბრის წვიმით გარითმულს ტრიქონს გულში ვძერწავ და ლექსში ვაოკებ ჩვენ ერთმანეთის ზებნას ვთამაშობთ ვერ მოვიხდინეს სიტყვა მეუღლე მივყვები ქარებს მივყვები რადგან სხვას ვერსად ვერვის ვერ ვუერთგულე მაინც ცეცხლივით ვერსად თბები და მაინც ზღვასავით მუდამ წყურია აქ ყოფნა ჩემთვის მაშინ იწყება როცა თოვს მაგრამ გაზაფხულია ეს ღამეც ვიცი სულში გაივლის და ებზარება სხეულს ოცნებად მე შემოგრჩები კონტური ქალისვით მწველი ეჭვი და გაოცება ამოზრდილი ვარ შენს ნეკმზე კითხვად მეძება მპოვლობ და მე ისევ ჩვენ ერთმანეთის ნაკვალევს კარგავთ როგორც ჰაერში გახიზნულ ისრებს და სანამ ასე შეშლილად მშვიდი სიცოცხლე ფერხლ და წყალს დაუღია მე ვრჩები შენთან რა ყველაფერი
სიყვარულისგან დანაღმულია. დიდი მადლობა. აფეთქდებით სადაც არის. ბატონო სვენ, ეხლა თქვენ უნდა გვიმღეროთ ქართული ხალხური სიმღერა. და ჩვენ ლუკა და მე სანამ დავიწყებთ ეთიური სიმღერა, მე ძალიან მინდა აუცილებლად გავჩვენოთ თქვენ ჩემი ანსამბლი გიორგის დისკი. ძალიან დიდი მადლობა. რაც იყო წერან. დიახ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ძირფასი საჩუქარი. და სანამ დავიწყებთ, კიდე ერთი რაღაცა ძალიან მინდა ამის თქვა მინდა, იმიტომ რომ მე ნორვეგიაში როდი მე უკვე ჩემი საქმიანობა და ხურადღება იყო კლასიკური მუსიკა. და მე რა თქმა უნდა მაინტერესებდი ქართული ხალხური სიმღერა, იმიტომ რომ რაღაც უცხო იყო, ძალიან უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე. დიახ. ხო? მაგრამ ხო ეს ყოფილა, სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძველი ხალხური ტრადიცია. კი, მე მქონდა კავშირი ჩემი ნორვეგიული ხალხური სიმღერას, რა თქმა უნდა. სადმი, დიახ. მაგრამ ასეთი ახლო არა, იმიტომ რომ ფოკუსი იყო უფრო კლასიკური. დიახ. სხვათა შორის ნორვეგიაში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ძველი ტრადიცია, აი როგორც მაგრამ მე მართლა სულით და გულით შემიძლია ამას თქვა მინდა რომ მე რომ ჩავავედი საქართველოში და ასეთი კიდე და კიდე უახლოვდები ქართული ხალხური სიმღერებზე და ქართული სიმღერებზე რომ ვიმუშავე ეგ მე დამეხმარე რომ კიდე მე მოახლოვდეთ ნორვეგიული სიმღერები. ასე რომ პრინციპში მე მადლობელი ვარ დიახ საქართველოს და ქართველები რომ მე ეხლა კიდე უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს ნორვეგიულ ხალხურ სიმღერასთან. ძალიან კარგია. ძალიან. აბა გვიმღერეთ ეხლა თქვენ მე ვიმღეროთ აუცილებლად. შემპირდით მე მგონი ოროველას ხო თუ ავწდები? ჩვენ ეხლა ვიმღერებ წინწყაროს. კი ბატონო, წინწყარო. წინწყარო ჩამოვიარე წინწყარო საკრებით მგონი ვერ შევიკავეთ ამი ეხლა მეორე სიმღერით უნდა გაგვაოცოთ და ლუკა ეხლა ჩვენ რა უნდა ვიმღერო არალო იმღერეთ და მამით დავემშვიდობებით ჩვენს ძვირფას მამებს და მე მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი მადლობა ბატონო სვენ რომ თქვენ ასე კარგად იცით ქართული ენა ძალიან კარგად იცით ჩვენი ქართული ფოლკლორი თქვენ ამისათვის უღრმესი დიდი მადლობა და მინდა ტაში დაგიკრათ დიდი მადლობა ბერგი დიდი მადლობა ვიმღერეთ არალო არუდელა ბადელია არუდელა არალო არუდელა დელია ნანინა ჩემო ყველა
ჩემო მძველო ჩემო ახლო მეზობელო არალო არუდილადელიაო ნანინანინა შენ რომ წესლი მომიკიდე მითხრა როგორ გავანელო არალო არუდილადელიაო ნანინანინა არალო არუდილადელია არუდილადელო არუდილადელიაო ნანინანინა ქალოშენი თეთრი კაბაწყალს მიმქონდა მდინარეზო არალო არუდილადელიაო ნანინანინა ნეტავინ გავაგებინა ვინ გაქოცა მდინარეზო არალო არუდილადელიაო ნანინანინა არალო არუდილადელია არუდილადელო არუდილადელიაო ნანინანინა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ძვირფას ტელემაყურებლებს რომ მოვისმინეს და მე მინდა დავაანონსო რომ მეორე ორშაბათს მე მეყოლება სტუმრად ქალბატონი თამარ კრავეიშვილი, ჩვენი დიდი მომღერის ბათუ კრავეიშვილის შვილი. დიდი მადლობა მოსმენისათვის. ბედნიერად ბრძანდებოდეთ მშვიდობიანად და ჯანმრთელად. თქვენ კი ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.